მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, დღეს მინდა გაგიზიაროთ აი ესეთი ლამაზი და გემრიელი პიცის რეცეპტი. ამისათვის დაგჭირდება 1 ჩაის ჭიქა, თბილი წყალი, არაცხელი არამედ თბილი და 1 პაჭკა დროჟი, რომელიც არის 8 გრამიანი 1 პაჭკა. აი ეს აურიოთ ყველაფერი კარგად, რომ დროჟი გააქტიურდეს, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, ესეც კარგად გავხსნათ და 1 ჩაის კოვზი მარილი. შემდეგ ჩემო კარგებო დავუმატოთ 1 კოვს ნახევარი სადილის კოვს გულისხმობ ძმარი და ჩაის ჭიქით, აი როგორც ხედავთ, 1/3 ჩაის ჭიქით ზეითუნის ზეთი ან ჩვეულებრივი ზეთი. აგრეთვე დავუმატოთ 1 ცალი კვერცხი ცილიან გულიანად, რადგან კვერცხი აძლევს ცომს სიფაფუკეს. ეს არის ფაფუკი პიცა, არათუ ხრაშუნა. ხრაშუნა პიცის რეცეპტი დევს ჩემს ვიდეოებში. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი. მე ზუსტად დავუმატე 620 გრამი ფქვილი. თქვენ ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული, ზოგს ბევრი დაგჭირდება, ზოგს ცოტა. აი აქ ნელ-ნელა ვამატებ ფქვილს ჯერ აი ამ ასარევით, როგორც მოერევა, სანამ მოერევა ეს ასარევი ცომს და შემდეგ უკვე გადავზილოთ კარგად ხელით, გემრიელად, ჩვენებურად. აი ეს შემოკარგება უკვე ვეღარ ერევა ეს ასარევი ცომს და ეხლა დავიწყებ მე ხელით არევას ჩვენი პიცის ცომის. შემდეგ რა თქმა უნდა დავასვენოთ ცოტა ხანი ეს ცომი, სადღაც 1-15 წუთი, არ მეტი არც კი, რომ კარგად ამოფუვდეს და შემდეგ მოვაწყოთ ზემოდან თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები, რაც თქვენ გსურთ, რაც თქვენი ოჯახის წევრებს უყვართ. აი ეგ ხედავთ უკვე კარგად ვზილავ, ცომი ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ, აი აქ მე ერთი ხელი დასვრილი თავიდანვე რო ურევდი, მაქვს ცოტა ცომი. შემდეგ დავუმატეთ ზეთი, მე დავუმატე სადღაც 1 სადილის კოვზი ზეთი და აი ახლა ისევ გადაურიე ერთმანეთში. ესე ჩემო ლამაზებო, გააკეთეთ, გაახარეთ თქვენი პატარების გულები. აი ნახეთ, გამოვიდა მართლაც არაჩვეულებრივი ცომი. ამ ცომს ახლა მე აი ახლა ხელზე ხედავთ, რომ აღარ მეკვრება. ამ ცომს ახლა მე ცოტა ხანი დავასვენებ, დავაფაროთ ზემოდან სამზარეულო სტილო და გავაჩეროთ 15 წუთი დიდი რაც გითხარით. ნუ ოთახის ტემპერატურაზეც არის ეს დამოკიდებული, ახლა მე ამას ვაკეთებ ზაფხულში და რა თქმა უნდა ცომი სწრაფად ამოვიდა. შემდეგ ეს ცომი ახლა როგორც ხედავთ ფორმაზე, ღუმელის ჟარონაზე, ესე როგორც უძახით ჩვენ გლეხურად, ღუმელის ჟარონაზე აი ესე გავანაწილოთ, გავწიოთ და აი ესე გემრიელად ოთხკუთხედად ყველგან და შემდეგ ზემოდან მოვასხი, მე მქონდა კეჩუპი, თქვენ შეგიძლიათ მოასხათ პამიდრის საწებელი, ან იყიდება რა თქმა უნდა პიცის თვითონ პიცის როგორ გითხრათ, აი ეს ტომატის მასა, მაგრამ მე ჩემთან უყვართ კეჩუპით. განაწილეთ აი ეს ზედაპირზე და შემდეგ უკვე მოვაყარე მე გახეხილი პარმეზანა ყველი. თქვენ შეგიძლიათ გემრიელი ჩვენებური ქართული სულგუნი გავუკეთოთ და აი აქ ახლა როგორც ხედავთ, მე მქონდა კონსერვილებული სოკო, ის მოვაყარე 1 ცალი, 1 ყუთი, აი ეს დაჩეჩილი ინდაურის ფილე. ან თქვენ ეს პიცა ისეთი რამეა, რომ თქვენზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, რას უზამთ. ლორი შეგიძლიათ, აი დავუმატე აგრეთვე მე წითელი ბულგარული წიწაკა, ისევ ყველი და ეს ყველაფერი ესე ფენა-ფენად.
აი ზემოდან უკვე ვაყრი ყველ გუდას თვალის ზომით. მე ხა ამას გრამებით ნამდვილად ვერ გეტყვით გუდა ყველი, იმიტომ რომ კარგად დნება. ესე შემოკარგებო, მზად არის ეს ჩვენი პიცა და გამოვაცხვე, რა თქმა უნდა 200 გრადუსზე. მე დამჭირდა სადღაც 20 წუთამდე. გააკეთეთ და გემრიელად მიირთვით. მე კიდე ხა გემშვიდობებით.